თებერვალში უკვე ჯანდაცვის ჩამოყალიბდა შრომის ინსპექციის შესაბამისი სამსახური. Ამ პერიოდში გადაემზადა 25 შრომის ინსპექტორი. ამას სპეციალური ცოდნა ჭირდება, როგორ უნდა ჩაატარონ გამართულად. ის რისკები, რაც ბიზნესის გარკვეული ნაწილის მხრიდან იყო მოლოდინები, რომ ეს მათ მძიმე დარტყმას მიაყენებდა, გაუძვირებდა, გაურთულებდა ბიზნესს, საბედნიეროდ არ დადასტურდა. ამ სამსახურმა 25 შრომის ინსპექტორმა უკვე 31 კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში ჩაატარა ინსპექტირება. აღმოჩენილი იქნა ის, რაც მოსალოდნელი იყო, საბედნიეროდ მარტივად მოგვარებადი ხარვეზები, რითიც შემიძლია ცალსახად თქვა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურს უკვე საფუძველი ჩაეყარა საქართველოში და მისი ფუნქციონირების დასაწყისი არის წარმატებული. ასევე მინდა მადლობა მოუხადო იმ 31 კომპანიის წარმომადგენლებს, მენეჯერებს, რომლებიც აბსოლუტურად საღად შეხვდნენ ამას, არა უქვიათ, რომ ეს არის რისკი და გამოთქვეს სურვილი მათ ნებაყოფლობით, რომ ჩართულიყვნენ ამ, ასე ვთქვათ, პროცესში. ეს კერძოდ სახელმწიფო არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი კომპანიისთვის შრომის ინსპექცია არამხოლოდ რისკების შემცველი არის, არამედ პირიქით მათი რისკებისგან დამცველი, იმიტომ რომ ახდენს პრევენციას დიდწილად სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებების და იმ შემთხვევაში თუ კომპანიები ვალდებულები იყვნენ, რომ კომპენსაციები გადაიხადათ თანამშრომლებისთვის, რიგ შემთხვევებში ისინი პირიქით ამ ხარჯებისგან იქნებიან დაცულები. შესაბამისად, ასე ვთქვათ, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური შედგა, ის ფუნქციონირებს წარმატებულად და წლის განმავლობაში გაწერილი გეგმის მიხედვით გაგრძელდება ამ კომპანიების ინსპექტირება.